კვირას 13 მარტს ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, ცხეთა თბილისის მთავარ ეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საკვირაო ლიტურგია აღავლინა. ხვალ 14 მარტს მორწმუნეთათვის დიდი მარხვა იწყება. მარხვის წინა დღეს კი მართლმადიდებელი სამყაროს შენდობის კვირას აღნიშნავს. ამ დღეს ყველა ქრისტიანმა უნდა შეუნდოს ერთმანეთს და თავადაც პატიება ითხოვოს ადამიანებისგან. წირვის დასრულების შემდეგ უწმინდესმა და უნეტარესმა პატრიარქმა მრევლს ქადაგებით მიმართა და შეახსენა, რომ მარხვის პირველი კვირის ორშაბათს, სამშაბათს, ოთხშაბათსა და ხუთშაბათს საღამოს 6 საათზე სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ჩატარდება ანდრია კრიტელის ლოცვა. დაალოცა გურგულიანების გვარი და დააჯილდოვა რამდენიმე სასულიერო პირი. ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს. დღეს არის შენდობის დღე, საღამოს შესრულდება აქ ამ წმინდა ტაძარში შენდობის წესი 6 საათზე საღამოს და ორშაბათს, სამშაბათს, ოთხშაბათს და ხუთშაბათს შესრულდება ანდრია კრიტელის კანონი სვეტიცხოველში 6 საათზე, საღამოს 6 საათზე. დღეს ჩვენ ვლოცავთ გურგულიანების გვარს. დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ მამაზეციერმა. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგამრავლოთ სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა. დღეს ჩვენ ვაჯილდოვებთ სასულიერო პირებს. დეკანოზი ნიკოლოზ ბითაძე დაჯილდოებულია მიტრის ტარების უფლებით. აქსიოს დეკანოზი იოსებ ბუხრიკიძე ჯილდოვდება მიტრის ტარების უფლებით. აქსიოს ძელი ბასილ გუგუსიძე დაჯილდოებულია დეკანოსობით და ოქროს ჯვრით. აქსიოს დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ მამაზეციერმა და ბედნიერი აღდგომა გაგვითემოს უფალმა. ჩვენთან არის ღმერთი. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ლოცვა კურთხევით მრევლს ქადაგებით მიმართა ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა ნიკოლოზმაც. სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ჩვენთან არის ღმერთი. მოგვიახლოვდა დიდი წმინდა მარხვა. ხვალიდან უკვე იწყება მარხვა და დღევანდელ დღეს ჩვენ წმინდა ეკლესია განსაკუთრებულად კიდევ ერთხელ მოძღვრავს. როგორ უნდა მოვემზადოთ მარხვის დასაწყები. რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი? აი ამ ბოლო დღეს ხვალიდან მარხვა იწყება და აი დღევანდელ დღეს კიდევ რა შეიძლება ქრისტიანმა გააკეთოს? ჩვენ უკვე რამდენიმე კვირაა წმინდა მართლმადიდებელი ეკლესია გვამზადებს აზრობრივად, გვამზადებს ფიზიკურად. ჩვენ მოვისმინეთ სხვადასხვა იგავები მეზვერისა და ფარისევლის შესახებ, უძღებნისშვილის შესახებ და ჩვენ უკვე ვიცით ამ ქადაგებებიდან, რომ თავარი არის სინანული. იმისათვის, რომ ადამიანი მოხდეს სასუფეველში. თავარი არის სინანული, როგორც ჰქონდა მეზვერეს
და არა სიამაყე საკუთარი ღირსებების გამო როგორიც ქონდა ფარისეველს. მაგრამ არის კიდევ ერთი განსაკუთრებული გარემოება, რომლის შესახებაც დღევანდელ სახარებაში ჩვენ წავიკითხეთ. ეს არის შენდობა და მიტევება, რომლის გარეშეც ვერ ცხონდება ვერც ერთი ადამიანი. გარდა იმისა, რომ ჩვენ უნდა ვითხოვოთ შენდობა, ჩვენ გვჭირდება რომ მივიღოთ შენდობა. გარდა ამისა, აუცილებლად ჩვენ უნდა მიუტევოთ ადამიანებს. ჩვენ უნდა მიუტევოთ ადამიანებს თანანადებნი, ანუ ვალები, ანუ ცოდვები ჩვენს მიმართ ჩადენილი. თუ გვინდა რომ ჩვენ უფალმა მოგვიტევოს ჩვენი შეცოდებანი. ადამიანის სოდავს გამუდმებით სამწუხაროდ და ადამიანს მუდმივად ჭირდება შეღავათ, მუდმივად ჭირდება ის რომ მან ითხოვოს ხვისაგან შენდობა, ითხოვოს უფლისაგან შენდობა, ითხოვოს ეკლესიისაგან შენდობა. შენდობის გარეშე ვერც ერთი ჩვენთაგანი ვერ მოხდება სასუფეველოში, თუ ჩვენ არ მივიღებთ შენდობას. მაგრამ როგორ უნდა მივიღოთ შენდობა? რატომ უნდა გვაპატიონ ჩვენ? ჩვენი ცოდვები ხომ არის უსასრულო, ჩვენი ცოდვები ხომ არის მუდმივი. თითოეულმა ჩვენთაგანმა ჩაიხედოს თავის გულში და რამდენი შემთხვევა გქონია, რომ გვითხოვია შენდობა და ისევ იგივე ცოდვა ჩაგვიდენია. მერე ისევ გვითხოვია შენდობა და იმედი გვაქვს, რომ უფალი გვაპატიებს. მაგრამ როგორ შეიძლება უფალმა ამდენი ცოდვა გვაპატიოს? აი უფალი გვეუბნება ჩვენ დღევანდელ სახარებაში ძალიან მარტივ რჩევას გვაძლევს და გვაძლევს ძალიან საინტერესო მითითებას, როგორ შეიძლება ჩვენ რომ მივიღოთ შენდობა. სინამდვილეში ცოდვები, რომელსაც ჩვენ ჩავდივართ, ამ ცოდვებს არავითარი გამართლება არ აქვს. და ერთადერთი რის გამო ჩვენ უფალი გვაძლევს ამ შენდობას, თუ ჩვენც ვაპატიებთ სხვას. ჩვენთვისაც ბევრ ადამიანს უწყენინებია. ჩვენს გარშემოც არ არის ყველაფერი ისე მოწყობილი, როგორც ჩვენ გვინდა. და ვაპატიოთ ერთმანეთს. შეუნდოთ ადამიანებს სოდვები. ნუ ჩაიტოვებთ გულში წყენას. ნუ იქნებით ადამიანის მიმართ სასტიკი და მკაცრი. და გახსოვდეთ, რა თქმა უნდა, რის გამოც ადამიანი არის ნაწყენი სხვა ადამიანზე, რა თქმა უნდა, ეს სამართლიანია. მან აწყენინა, ის სუდად მოიქცა მეორე ადამიანი. ორი აზრი აქ არ არსებობს, მაგრამ უნდა ვაპატიოთ ერთმანეთს. რატომ უნდა ვაპატიოთ? იმიტომ რომ ჩვენს გვჭირდება პატიება. აი ეს არის მუდმივი მარადიული კავშირი ღმერთთან. ჩვენ ვერ ვახერხებთ რომ გამოვასწოროთ ჩვენი ცოდვები. ჩვენ ვერ ვახერხებთ რომ მოვიქცეთ ისე როგორც საჭიროა. ვერ ვახერხებთ შესაბამის მარხვას, ვერ ვახერხებთ სათანადო ლოცვას. ხშირად ტაძარშიც არ მოდიხართ. აღსარება, ზიარება, რომელსაც თითოეული ქრისტიანი უნდა ასრულებდეს. არ არის ეს ისეთი, როგორც უნდა იყოს. ხშირად ადამიანი არ უნდა, მაგრამ ჩადის ცოდვას. ხშირად იცის, რომ ცოდვაა და მაინც აკეთებს. აი მთავარი გამოსავალი არის ის, რომ თქვენ თვითონ აპატიეთ სხვას. თქვენ თვითონ თხოვეთ შენდობას სხვებს და რაც თავარია მიანიჭეთ. გულში ნუ დაიტევოთ ამას. განსაკუთრებით, როდესაც იწყება წმინდა მარხვა. განსაკუთრებით, თორე ეს შენდობა მუდმივად უნდა მისცეს ერთმა ადამიანმა მეორეს. იოანე ოქროპირი ამბობს ესეთ სიტყვებს, რომ შენ ითხოვ სამართლიანობას. ანუ თუ შენ ვინმემ გაწყენინა, თუ ვინმე ცუდად მოგექცა, შენ ითხოვ მის დასჯას. სამართლიანია, რა თქმა უნდა სამართლიანია. რა თქმა უნდა ის ადამიანი ცუდად მოიქცა და შენ ითხოვ სამართლიანობას. შენ ხარ სამართლიანი სხვის მიმართ. ძალიან კარგი, მაგრამ თუ შენ გინდა რომ იყოს სამართლიანი სხვის მიმართ, იცოდე რომ ღმერთიც იქნება შენს მიმართ სამართლიანი. და ვის უნდა რომ ღმერთი მის მიმართ სამართლიანი იყოს? ჩვენ ღმერთისგან ვითხოვთ მოწყალებას. ჩვენ გვინდა რომ ღმერთი იყოს ჩვენს მიმართ არა სამართლიანი მსაჯული, არამედ მოწყალე მსაჯული. და თუ ჩვენ გვინდა რომ ღმერთი მოწყალე მსაჯული იყოს ჩვენს მიმართ, ჩვენ ვიყოთ მოწყალე მსაჯული სხვა ადამიანების მიმართ. ნუ განვიკითხავთ ადამიანებს. რა თქმა უნდა, ბევრი ადამიანი ბევრ ცოდვას ჩადის. რა თქმა უნდა, ეს ცოდვები ჩვენს ყურამდე აღწევს. რა თქმა უნდა, ხშირად ეს ცოდვები გამოაშკარავდება ხოლმე და თვალსაჩინო ხდება, მაგრამ თუ ვინმეს უნდა რომ განიკითხოს საკუთარი თავი.
ეს არის ყველაზე დიდი რჩევა ეკლესიის, რომ ნუ განიკითხავთ სხვას. შეუნდეთ სხვას ეს ცოდვები, იმიტომ რომ როგორც კი განიკითხავ ადამიანს, იცოდე რომ აუცილებლად ეს ცოდვა არჩენ არ მიგატოვებს და აუცილებლად შენ თვითონ ჩაიდენ იმას. მე ამას მოგახსენებ პირადად ჩემი ცხოვრების მაგალითზე და მე ამას მოგახსენებ წმინდა მამების მიხედვით. რამდენჯერაც მე განვიკითხე სხვა ადამიანი იგივე ცოდვა ჩავიდინე მე თვითონ. და გირჩევთ რომ ნუ განიკითხავთ, შეუნდეთ, აპატიეთ ადამიანებს. ეს შენდობა ეს არის უმნიშვნელოვანესი. და დღეს სწორედ საღამოს 5 საათზე დაიწყება ლოცვა და სწორედ შენდობის ეს წესი შესრულდება, შენდობის წესი. ხშირად ადამიანები კითხულობენ რომ აი უცხო ადამიანთან მიდიხარ და შენდობას თხოვ, რატო? იმიტომ რომ შეიძლება შენ არ იცი და აწყენინე შემთხვევით ან ფეხი დააბიჯე, ან ხელი კარი, ისე რომ შენ თვითონ ვერ მიხვდი. შეიძლება რაღაცა ისეთი და საერთოდ რომც არაფერი უშუალოდ შეხება ადამიანთან არ კონდეს, შენ რო ცოდავ ადამიანი, ამით სხვა ადამიანებს ძალიან დიდ ზიანს აყენებ. და ყოველთვის უნდა გახსოვდეს, რომ ყველა შენი ცოდვა შენ თვითონ არ იცი ადამიანი. შენ იცი მხოლოდ ნაწილი შენი ცოდვების. და ღმერთიც მოწყალია შენს მიმართ და ყველაფერს არ გაჩვენებს, თორე ესე ამბობენ, რომ წმინდა მამები ამბობენ, რომ ადამიანმა რო იცოდეს ზუსტად რა ცოდვები აქვს ჩადენილი და რა სასჯელი ელოდება, ვერც ერთი ადამიანი ამ ცდუნებას ვერ გაუძლებს და სასოწარკვეთილებაში ჩავარდება. აი ამიტომ სასოწარკვეთილებაში რო არ ჩავარდეთ, ღმერთი ჩვენგან ფარავს ამ ცოდვებს, ყველაფერი ჩვენ არ ვიცით, მაგრამ ვიცით ერთი რამ. უნდა შეუნდოთ ადამიანებს ცოდვები და უნდა ვთხოვოთ ერთმანეთს შენდობა. განსაკუთრებით უნდა ვთხოვოთ შენდობა უფალს და დღეს არის შენდობის კვირი აქ. დღეს განსაკუთრებულად უნდა მიუტევოთ ერთმანეთს ყველაფერი, რომ ხვალიდან სუფთა განწმენდილი გულით დავიწყოთ დიდი წმინდა მარხვა. და გისურვებთ ყველას ამას და როგორც ძველები ამბობდნენ, ყოფილიყოს ეს მარხვა სინანულისა, ხოლო აღდგომა სიხარულისა. ამინ.